დღეს 2025 წლის 9 აპრილია და უნდა ვსაუბრობდეთ მხოლოდ 9 აპრილზე, გასაგრული 99 წლის 9 აპრილზე, 91 წლის 9 აპრილზე დამოუკიდებლობაზე, იმაზე რაც დაგმართა რუსეთის იმპერიამ. მე ამაზე ჩავწერე კიდეც ვიდეო ბლოგი, რომელშიც სხვათა შორის ერთი ამბავი გამომრჩა წინაშე და თუ მოვახერხე ამაში როგორღაც ჩავატევ, როგორღაც მივალ ამ თემამდე, შესაძლოა ვერც მოვახერხო, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ახლა ერთი ძალიან საინტერესო თემა, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილია ჩვენ ამასობაში არ უნდა შემოგვავიწყდეს ხოლმე მიმდინარე აქტუალური საკითხები. და ამ აქტუალურ საკითხებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აი ახლა 9 აპრილი კი არის, მაგრამ რა შუაშია თითქოს, მაგრამ თემა იმდენად საინტერესოა, რომ მე გადაწყვეტილია მივიღე, რომ ამ თემაზე ვისაუბრო. არის ესეთი დეპუტატი კახი კახიშვილი, რომელსაც მე ვიცნობ და რომელიც ლილუაშვილის განთავისუფლებასთან და საერთოდ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით IPN-ს ინტერპრესს ესაუბრა და ბრძანა შემდეგი. ალბათ ეს არ იქნება საბოლოო საკადრო ცვლილებები. და შემდეგ უკვე ბიზინა ივანიშვილი დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. უყურეთ, ეს მესიჯი შეიძლება შეთანხმებული არის ობახიძესთან და სხვებთან და შესაძლოა შეთანხმებული არც არის. შესაძლოა კახი კახიშვილის თვითი ინიციატივაა უკვე შემდგომ თუ არ ვწდები ის ამბობს, რომ ჩემი აზრიაო და ეს გვიდასტური, ან ეს მიგვანიშნებს, რომ ეს მართლაც პერსონალურად მისი აზრია და არა მაინც და მაინც ინსტრუქცია მიცემული ქართული ოცნების ლიდერების მიერ თუ მხრიდან, მაგრამ საინტერესო აზრს კი არ ვითარებს. დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას, იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება ქართული ოცნების დღევანდელი შემადგენლობისა და დღევანდელი მმართველობის ოპოზიცია. ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა 60 გრადუსში, ანუ ემატ უხიაშვილთან განაცხადა კახი კახიშვილმა, რითაც უპასუხა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას. კახი კახიშვილის განცხადებით აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა იმის გამო, რომ ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, რეალურად კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სანდო ადამიანები არიან. ბიზინა ივანიშვილი განიხილავს რამდენიმე სცენარს, მას მაგიდაზე უდევს რამდენიმე სცენარი, ერთ-ერთს აირჩევს, როცა იქნება მაშინ და ერთ-ერთი სცენარი არის როგორც ჩანს ასეთი. უყურეთ, თეა წულუკიანი ამთავრებს და მისი კომისია ამთავრებენ მუშაობას 5 მაისს. მაისის ბოლომდე, ივნისის დასაწყისში, ივლისში, სექტემბრამდე ისინი დაწერენ დასკვნას და ამ დასკვნის საფუძველზე პროკურატურას და მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს და პროკურატურა ბრალსაც წაუყენებს შესაძლოთ ცალკეულ პოლიტიკოსებს ეგრეთ წოდებული სამშობლოს ღალატისათვის. საკონსტიტუციო სასამართლო მაღალი ალბათობით კი არა ნამდვილად აკრძალავს 1 2 3 4 5 6 ან 7 პარტიას. შესაბამისად, ეს მჯიღისცემა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თუ არ მივიღოთ, მიიღონ თუ არა ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა მონაწილეობა, აბსოლუტურად ფუჭი და ამაოა, ვინ გიშვებთ მეგობრებო, სულ რომ მოინდომოთ ამ არასწორი ნაბიჯის გადადგმა. არც არავით. ანუ ნაციონალური მოძრაობა, დროა გირჩი, ახალი, ეს უკვე 4 პარტია, ევროპული საქართველო, ეს 5, ფედერალისტები, ეს 6. ფეთი გამოდის. ძლიერი საქართველო, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პარტიას, ანადოლიძის პარტიას, ალეკო ელისაშვილის პარტიას, საკუთრივ მამუკა ხაზრაძის პარტიას, ანუ ლელოს. გახარიას პარტია, 10, 12 პარტია გამოდის, რომელსაც ესენი აკრძალავენ. შესაბამისად, სულ რომ მოინდომოს ასე მაგალითად გახარიამ, კიდე არ დამავიწყდეს თავისუფლების მოედანი, მასაც მაღალი ალბათობით აკრძალავენ. მოკლედ, სულ 12-13 პარტია იქნება აკრძალული ალბათ, 7 მინიმუმ, 8 მინიმუმ და სულ რომ მოინდომოს მამუკა ხაზარაძემ ან გიორგი გახარიამ ან ნებისმიერმა წასვლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა არ ექნება. დამთავრებული ამბავია ახლა ეს. მეცაც გეტყვით, ცალკეულ პოლიტიკოსებს გიგი უგულავა, შენ პოლიტიკოსი ვერ იქნები, ანუ შენ არჩეული პირი ვერ იქნები. იმიტომ რომ, აი ესე დაასაბუთებს ცალკე კომისია წულუკიანისა ამ მოღალატეების, ცალკე პროკურატურა, ცალკე საკონსტიტუციო სასამართლო. გიგი უგულავამ რომ მოინდომოს, მე რო შევქმნა პარტია. მე არა, კარგით, მე 90-იანი წლებიდან მოვდივარ და ვიღაცა იტყვის ნაციაო. რო შექმნას 2000 წელს 2002 წელს დაბადებულმა მოქალაქემ, რომელმაც ნაცები არ იცის საერთოდ ვინ იყვნენ, არც სმენია, მოდი ესე ვიტყვი. და გიგი უგულავას რო სთხოვოს, მოდი ახლა შენ გაწევრიანდი ჩემს პარტიაშიო, იმ პარტიასაც, აი 2022 წელს და
დაბადებული მოქალაქის მიერ შექმნილ პარტიასაც დახურავენ ესენი და ასე ერთპარტიულობაში იქნებიან, მაგრამ ერთპარტიულობა უნდათ კი. ხო და აი ბიზინა ივანიშვილის მრავალ გეგმათა შორის ერთ-ერთი რეალურად გაამხილა ბატონმა კახიშვილმა, რატო ვეძახი კახიშვილს არ ვიცი, კახიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის შექმნაზე დაიწყებს ზრუნვას და აგრძელებს. ალბათ გახსოვთ ბატონი ბიზინას ბოლო ინტერვიუ არჩევნებამდე, სადაც მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია არ გყავს და ოპოზიციის შექმნაზეც მე ვიზრუნებო. მე ასეთი წარმოდგენა შემექმნა ამ საკადრო გადაწყვეტილებებით, ანუ ლილუაშვილის გაშვებით. რიჟვაძეს ალბათ არ მისდირის, თუმცა შესაძლოა მისდირის კიდეც. რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს მან სრულიად მისცა კარდბლანში ყველა რგოლის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ანუ კობახიძეს. ამავდროულად, როდესაც ეს დასრულდება, ალბათ ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები, შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება ქართული ოცნების დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველობის ოპოზიცია. ეს არის პირადად ჩემი აზრი, ამბობს ბატონი კახიშვილი. სხვაგვარად ახსნას ვერ ვხედავ, რადგან ლილუაშვილს ვერ დაუწურებ ვერც პროფესიონალებს, ვერც კეთილსინდისიერებას და ახი უნდა გითხრა ვერც ამერიკასთან ურთიერთობას, თუ ვინმე ურთიერთობს საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვერც ადამიანობას და ვერც სანდოობას. იგივე რიჟვაძეც, უკაცრავად რიჟვაძესაც მისდირის ბატონი კახი თურმე, 6 თუ 7 წელი იყო იმ თანამდებობაზე, ის იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მე მინდა ჩავიდე ერთ აბზაცამდე, რომელშიც ხსენებული არის ირაკლი ღარიბაშვილი. და აი ის აბზაციც. კახიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პარტია დატოვოს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმაც და მისი ადგილი ირაკლი კობახიძემ დაიკავოს. ანუ გამოდის, რომ ბიზინა ივანიშვილის ერთ-ერთი სცენარის თანახმად განხორციელდება თუ არა, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მის წვინში ეს იხარშება. შის ქმნის ოპოზიციას, მას შემდეგ რაც დახურავს არსებულ ოპოზიციას 7-8-12 პარტიას. მაგრამ ოპოზიციოდ ხო არ დარჩება ეს ქვეყანა. სოზარ სუბარი ხო ვერ შეასრულებს ამ ოპოზიციონერისა თუ ფსევდოოპოზიციონერის როლს. ვერ გაჩამს, ხო? ამიტომ ბიზინა ივანიშვილი დაახლოებით აპირებს ამ სცენარის მიხედვით შემდეგს. ირაკლი ღარიბაშვილი მიდის პარტიიდან, მიხვება მას ლილუაშვილი, გომელაური, ჩუბინიძე, სხვები და სხვები. ბიზინა აძლიერებს იმ პარტიასაც დავარქვათ ერწუს იმ პარტიას ქართული ოცნება 2, მაგრამ სრულიად რო გავმიჯნოთ მათ შორის ეტიმოლოგიურადაც დავარქვათ რაღაც პირობითად საქართველოს აღორძინების კავშირი ირაკლი ღარიბაშვილის თავკაცობით. აქეთ იქნება ირაკლი კობახიძის ჯგუფი, აქეთ იქნება ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფი და ესენი შეასკდებიან, უпростоად ფსევდოდ შეასკდებიან ერთმანეთს და 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში ღარიბაშვილის გუნდი წაიღებს, არ ვიცი, ამიშვილება 32%, კობახიძის შესაბამისად 68%. იქ მერები ეყოლება ღარიბაშვილის გუნდს, პირობითად ვლაპარაკობ რაღაც 17, არა, გასწავლა 17 ბევრია. რაღაც 4 მერი, რაღაც 10 მერი ეყოლება ღარიბაშვილის კი არა, კობახიძის გუნდს. ხოშვის აი აჭარაში ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, პოლიციის წარმომადგენელი, მისი ოჯახის, დიდი ოჯახის წარმომადგენელი თამაზაშვილი რო დანიშნეს, ესეც ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ ეს სცენარი დევს მაგიდაზე. კერძოდ აჭარაში უნდა გაიმარჯოს ღარიბაშვილის გუნდმა და არა რიჟვაძის გუნდმა, რომელიც კობახიძის ერთგული იყო, თუმცა მე კი ვთქვი წინა ბლოკში, რომ როგორც ჩანს არ ეპეტნავებოდა მეთქი უშუალოდ რიჟვაძე მეთქი, მაგრამ ახლა უკვე მივდივარ ამ ინტერვიუდან, ამ კომენტარიდან გამომდინარე ბატონი კახიშვილისა, იმ დასკვნამდე, რომ აჭარა გადაულოცეს ღარიბაშვილს, ემზადებიან რა და ივანიშვილი ზრუნავს 2 არა თანაბარი, მაინც და მაინც ან რატომაც არა მეორე მხრივ, თანაბარ ძალოვანი, თანაბარ ძალიანი პარტიის შექმნა გაძლიერებაზე, ანუ ქართული ოცნება და ქართული ოცნება 2 თუ აღორძინების კავშირი თუ პარტია თუ ღარიბაშვილის გილდია თუ ჯგუფი 1 და ასე შემდეგ. ღარიბაშვილი არ დაბრუნდება, ამისკენ არ მიმყავს მაინც და მაინც საუბარი ამ სცენარის მიხედვით, არა, ქართული ოცნება 28 წლამდე ივანიშვილის ჩახარშვით, ტვინში ჩახარშვით რჩება ხელისუფლებაში. აი მე უკვე ეს ფსევდოოპოზიცია და ქართული ოცნების ირაკლი კობახიძის ქართული ოცნება ერთმანეთს ასკდებიან შუბლით. ვითომ? ჭყალებში.
მაგრამ ამასობაში ისმის კითხვა, სად არის დანარჩენი ქართული საზოგადოება? ამომრჩევლები 200,000 ამომრჩეველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, 200,000 გახარიასი, 200,000 ძლიერი საქართველოსი, 200,000 დროაგირჩი ახალისა, 800,000, 100,000 პლუს მინუს ფედერალისტებისა, 100,000 პლუს მინუს ლეიბორისტებისა, 100,000 პლუს მინუს ევროპული კი არა, თავისუფლების მოედნისა, ევროპული საქართველოს სადღაც 27,000 ლეიბორისტები ვთქვი. აი რაღაც მემარცხენე ჯგუფი იქნება, ლევან ლორთქიფანიძე, ტუღუში და ასე შემდეგ სხვები არიან. იმათი რაღაც 58 სად არიან? გაქრნენ? თუ ვინმეს გონია, რომ აი ეს 1,200,000 მოქალაქე ახლა ღარიბაშვილის ამორჩეველი გახდება, იზოლებული იქნება. არა. არა საკვირველია დაახლოებით ამდენი პლუს მინუს 1,300,000 მოქალაქე არც არასოდეს არ მივა არჩევნებზე ფსევდო ოპოზიცია რომც შეიქმნას და სულ რომ დაიდგას სპექტაკლი იმის თაობაზე რომ ერთი ირაკლი კობახიძე მეორე ირაკლი ღარიბაშვილს ეს ორი ყოფილი თანაგუნდელი ერთმანეთს შუბლებით ასკდება არავინ არ მივა არჩევნებზე ანუ ლეგიტიმაციას პრობლემა ყველა შემთხვევაში ექნება ქართულ ოცნებას ან ახალ ჯგუფს ღარიბაშვილისა, იმიტომ რომ 800,000 1 მილიონი ამორჩეველი გამოცხადდება არჩევნებზე და უმრავლესობა ქვეყანაში მყოფი ამორჩევლიდან. ბუნებრივია რომ არ იქნება არ მონაწილეობას არ მიიღებს ამ ბიზიდა ივანიშვილის ჩაქაფულში, არა, ჩანახში, აი ბიზიდა ივანიშვილის ჩანახი დავარქვათ, თუ გნებავთ ტვინის ჩანახი დავარქვათ, თუ გნებავთ ამ ვიდეო ბლოგს. ამ კომბინაციაში, ამ რასკლადში, რომელსაც ბიზიდა ივანიშვილი გვიწყობს, თუ ეს სცენარი გავიდა. თუმცა არსებობს რასაკვირველია, ეს არ არის ერთადერთი სცენარი, არსებობს სხვა სცენარებიც, რომლებიც ბიზიდა ივანიშვილის მაგიდაზე დევს და ამ სცენარების 95%, ესე უნდა ვთქვა, რასაკვირველია დაწერილია Facebook-ში. რომელსაც ეს ფუჭად გასროლა უნდა გამოუვიდეს, იმ შემთხვევაში გამოუვა Facebook-ს და ბიზნესსაც თუ ჩვენ ვიქნებით ერთი სულისკვეთებით და ერთიანად შეუპირისპირდებით ამ რეჟიმს. ყველა სცენარი, არც ერთი სცენარი არ იმუშავებს, ყველა სცენარი ჩაეფუშება Facebook-ს თუ ივანიშვილს, თუ ჩვენ სწორ სტრატეგიას ავირჩევთ. ახლა სწორი სტრატეგია როგორ არის ასარჩევი? წინის ბლოგში ვთქვი, რომ ამ მოღალატეებს ჩვენ ნებისმიერი გზით უნდა დაუპირისპირდეთ მეთქი. ცხადია, მე ვგულისხმობ მაინც კანონიერ გზებს და ასე შემდეგ, ისეც რომლებიც ჩვენთვის დამაზიანებელი არ იქნება, თორე ციხიდან ყველა გამოვა, ადრე თუ გვიან. ჩვენთვის დამაზიანებელი არ უნდა იყოს და ამასობაში სახელმწიფოც არ უნდა დავაზიანოთ, როგორც ასეთი დავაზიანოთ, დავაზარალოთ. მაგრამ ამავდროულად მე ნათქვა იმაქვს შემდეგი, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერი დასავლეთის მიერ ლეგიტიმური ლიდერი ჩვენი. წუხვარ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უნდა გავაწმილო. მიხეილ სააკაშვილი ამგვარი ლიდერი არ იქნება, მათ შორის იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებაში მის მიმართ კონსენსუსი არ არსებობს. მე ვამბობ კონსენსუსზე, მე აქ ჩემს პოზიციას არ გიფიქსირებთ, მე იმას არ გეუბნებით, მე მომწონს მიხეილ სააკაშვილი თუ არ მომწონს. არა მაქვს არც მაგის პრობლემა, გეტყოდით რომ არ მომწონს მეთქი. მაგრამ არ არის ახლა აქ სასაუბრო იმაზე, მე ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს. უბრალოდ ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი ამ პირზე. და დასავლეთის მიერაც არ არის ჩამოყალიბებული აზრი ცალსახადმისკენ, იმიტომ კი არა რომ ცუდია, არამედ იმიტომ მიშა, არამედ იმიტომ რომ არის საპატიმრო კლინიკაში, კლინიკა საპატიმროში. მას არ აქვს ამპლიტუდა მოქმედებისა, არ აქვს, ფიზიკურად არ აქვს. მეორე თქვი წინაზეც რომ პატივისცემა მიხაილ სააკაშვილსაც პატივისცემა ესე რომ არ გეგონოთ ვინმეს რომ ეხლა მე მიხაილ სააკაშვილს ვააკნინებ ან მეორე პლანზე გადავყავს არა პატივისცემა ასევე სალობე ზურაბიშვილს მიუხედავად იმისა რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა ვაღიარებ განსაკუთრებით 2008 წლის კონტექსტში მიშა სააკაშვილის კონტექსტშიც მაგრამ სალობე ზურაბიშვილი ძალიან კარგი ეფექტური საერთაშორისო ასპარეზზე მათ შორის მისი კონტაქტების პიროვნული თვისებების გამოცდილების გამო და მიზეზით ისიც ვერ არის სამწუხაროდ კონსენსუსური ლიდერი. წუხვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიშა სააკაშვილი უნდა ვაკრიტიკოთ, ან ერთობისკენ, ერთი სულისკვეთებისკენ არ ვიმოძრაოთ, მაგრამ
არც სალო ბეზურაბიშვილი არ უნდა ბაკრიტიკოთ, არც ბიშა სააკაშვილი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ არის კონსენსუსური ლიდერი. რა ვქნათ? რა ვქნათ? დასავლეთი არის ამ გვარი ლიდერის ძიებაში და ვერ პოულობს. ესეთ ლიდერი ვერ არის გიორგი გახარია. ვერ არის. მათ შორის 20 ივნისის გამო და იმის გამო რომ ჯერჯერობით ხელი არ დაუდია ბიზინა ივანიშვილისათვის კი ჩაეცინება ხოლმე, მაგრამ ბიზინამ მითხრა ისროლეთ მე შინაგან საქმეთა მინისტრს. იმან კი არ მითხრა ჩუბინიძემ ან ბახტაძემ. ბიზინამ მითხრა. ეს არ უთქვამს და რომც თქვას კონსენსუსური ლიდერი დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც კი ვერ იქნება, იმიტომ რომ რატო ისროლე ბიზინას კი არა ღმერთს რო ებძანებინა შენთვის, რატო დათხარე მაკო გომურს თვალი და რატო დაარბიე რა რატომ გააკეთე ის რაც გააკეთე. ესეთ ლიდერი ვერ არის მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე თუ გდებავთ კონსენსუსური ლიდერი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საერთოდ არავინ არა. ესე ვიტყვი. არ არის არამია ვაშაძე ხოშტარია, ელენე ხოშტარია, სურა ჯაფარიძე, სხვები და სხვები. და მე სხვას ვერც ვერავის ვერ პოულობ. ამიტომ ეს ლიდერი უნდა ამოიზარდოს საზოგადოებიდან. საზოგადოებაში ვინ უნდა იყოს ხა იდენტობით პოლიტიკოსი ჩვენ არ აქვს. სხვა რომელიც პარტიული არ არის. ან უნდა იყოს რაღაცა შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ საზოგადო მოღვაწე. ან სამხედრო პირი. აი ეს არის ჩემი მოსაზრება. საზოგადო მოღვაწე არ მიყვარს ეხა სიმართლე გითხრათ ეს მოკლედ პირი რომელიც რომელსაც არ აქვს პოლიტიკოს იდენტობა. მაგრამ ფართო პოლიტიკური გაგებით ასაკურვილია პოლიტიკურ სივრცეშია, პოლიტიკურ თვალსაწიერშია, პოლიტიკურ კონტექსტშია. ამ თვალსაჩინით ბატონი ბურჭულაძე პაატა აქტიურობს საკმაოდ, მე ვერ გეტყვით ის შედგება თუ არა ლიდერად. ვერ გეტყვით, მით უფრო კონსენსუსურ ლიდერად. თუმცა ამ 70 წლის კაცს დაჯარიმებულს არ ვიცი რაღაც 18 ჯერ თუ 23 ჯერ. უნდა დაუფასოთ, რომელიც 125 დღეა დადის ყოველ დღე. მე არ დავდივარ, სხვებიც არ დადიან, პაატა ბურჭულაძე ჯიუტად დადის. შეიძლება იძერწება მისგან ლიდერი, ვის მოგწონთ ეს ყველაფერი, ბატონი ბურჭულაძე ვის არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ინდივიდების მოწონებაზე არ არის საუბარი, აქ არის ლაპარაკი კონსენსუსურ ლიდერზე, ყველას მიერ მოწონებულზე, არ მხარდაჭერილზე უფრო ზუსტი რომ იყო. არ დავასახელებ ერთი ადამიანის გვარს, რომელიც ბატონ გახარიასთან წამოწდა მაინც და არა მხოლოდ გახარიასთან, არამედ სხვებთან ერთად საკმაოდ ხშირად ეს თქონდა ვიხმარო მოძრაობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ვიცი, ვიცნობ. სამოქალაქო პირია. ხო, მაგრამ მე არ მგონია რომ ღმერთმა დააბერტყოს მას 52 შანსი იმისა რომ ქვეყნის კონსენსუსური ლიდერი გახდეს. არ მგონია. მომიტევით არ ვასახელებ აღარ მის გვარს. აქვე ვიტყვი. სამხედრო პირებიდან ყოფილ სამხედროებს გულისხმობ, რომლებიც სამოქალაქო ფორმით იქნებიან შემოსულნი და რასაკვირველია კანონიერ ფარგლებში ახლა იქ ჯანყი გურიაში არ გულისხმობ თუ უხროვანი საჯანყება, ცხადი არა. რომლებიც იქნებიან ავტორიტეტნი. მე ვიცი ერთი-ორი ადამიანი, ვინც აპირებს გააქტიურებას. და მთავარს მიუბრუნდეთ, ეხლა რაც დავიწყე. ამ კომბინაცია ხლართებში ბიზინა ივანიშვილი ჩეხავს ამასობაში ჩვენს ქვეყანას. თქვენ გაქვთ ეხლა შესაძლებლობა რომ ვიდეო დასრულდება დაიწყოთ კომენტარების მოწერა ამ ვიდეოს ქვეშ და მომწეროთ რა გამოსავალი გაქვთ თქვენ. ცუდი, კარგი, თქვენი, მაქსიმალისტური, მინიმალისტური, ცოტა გიჟური, ცოტა არა გიჟური, ცოტა არა რეალისტური, ცოტა რეალისტური. რა გამოსავალია ამ ქვეყნისათვის? აი ამაზე, ამ თემაზე გთხოვთ მე კომენტარების გაკეთებას. და ცხადია, ასევე შეაფასეთ ეს კომბინაცია, რომელიც შესახებაც წასწდა ბატონ კახიშვილს ემატუხიაშვილთან ინტერვიუს დროს. ისე კახი ხო არ გადაწყვეტდი ესე დამოუკიდებლად თუ მოქმედებ
იცი შენ ჩემი ნომერი? რომ ჩემი სტუმარიც იყო. გნებავს ფორმულაში და გნებავს ჩემს YouTube არხზე, მე მესმის რომ არ გადაწყვეტ, მაგრამ მაინც ვისაუბროთ ჯანსაღად, ყოველ მძიმედ ქართული ოცნებისათვის, არა ამას ვერ გადაწყვეტ, ჩათვალე რომ არ შემომითავაზებია ნახვამდის.